ქართული ოცნების პარლამენტმა დღეს მესამე საბოლოო მოსმენით მიიღო რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და გრანტების შესახებ კანონის დარღვევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ცვლილებებით გრანტად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციისგან, უცხო ქვეყნის მთავრობისგან ან სხვა ქვეყნის მოქალაქისგან მიღებული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე ან საზოგადოებაზე ზეგავლენის მიზნით ისეთ საქმიანობას, რომელიც პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული, ასევე ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს. რეპრესიულ კანონს აკრიტიკებენ ოპოზიციის ალიანსში და ამბობენ, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიზანი ქვეყანაში თავისუფალი ხმის ჩახშობა. ხელისუფლების მთავარი мотиваცია იყო და არის ამ ეგრეთ წოდებული კანონებით, რომელიც სინამდვილეში არის სრული უკანონობა და არის კრემლის უკანონობის ანალოგი თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი აზრის და სიტყვის გამოხატვის აბსოლუტურად ყველაფრის შეზღუდვის მცდელობა და საზოგადოებაში შიშის დანერგვა. ეს იყო და არის მთავარი ამოსავალი წერტილი, თუმცა მიკვირს, რომ ამ დრომდე ივანიშვილი ვერ მიხვდა, რომ ამგვარი კანონებად წოდებული უკანონობით რეალურად ვერავის აშინებს ამ ქვეყანაში. რეპრესიული ცვლილებებით გრანტად ასევე მიიჩნევა პოლიტიკური ინტერესების შესასრულებლად გაწეული ტექნიკური დახმარება უსასყიდლო და ნანაზღაურების სანაცვლოდ. სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობისთვის გადაცემული სახსრები. ამ გრანტების მიღება საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. მთავრობისთვის მიმართვა სავალდებულო იქნება ისეთი გრანტის გამოსაყენებლად, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდეა მიღებული. კანონის მოთხოვნების დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. სასჯელი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. უნდა მოკლა სამოქალაქო საზოგადოება, გააჩეროს ყველაფერი, რაც დემოკრატიისთვის იბრძვის, გააჩეროს პოლიტიკოსი, გააჩეროს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, გააჩერონ NGO-ები, ეს არის მათი ამოცანა, ვინაიდან მობილიზებული ძლიერი სამოქალაქო სექტორი, ძლიერი ოპოზიციური ალიანსი მათთვის არის პრობლემა, მათთვის არის წაგების ტოლფასი. შესაბამისად ეს გრანტების კანონიც ემსახურება სწორედ ამას. ქვეყანა გაჩერდეს და საბოლოო დაემორჩილოს რუსულ გავლენებს და მოხდეს რუსულ სივრცეში, საიდანაც გამოსვლა მე საქართველოს უკვე გაუჭირდება. ისინი გვემუქრებიან, ძალადობენ, ხან კანონებით ჩვენ ვამბობთ, რომ მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანაში შურისძიება, ანგარიშწორება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და ამისთვის გვინდა თანხმობა საზოგადოებასთან. ჩვენი მთავარი როგორ გითხრათ, სამიზნე, ვისაც ვესაუბრებით, ეს არის საზოგადოება, ხალხი. გვესმის ისინი რა ყოველ დღე უამრავ არასწორ ნაბიჯს დავინახავთ მათი მხრიდან, მაგრამ ჩვენ ამაზე ხო ვერ ვიქნებით აწყობილი. ჩვენ გვინდა თანხმობა, ჩვენ გვინდა გაერთიანება, ჩვენ გვინდა წინსვლა, ჩვენ გვინდა ის, რომ ქართულ საზოგადოებაში ყველას გაუწოდოთ ხელი, მათ შორის ხაზ გაუსვამ. ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც. პარტიების შესახებ კანონში შეტანილი რეპრესიული ცვლილებებით ტერმინი გაცხადებული საარჩევნო მიზანი იცვლება ტერმინით გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი. პარტიულ-პოლიტიკური მიზნის სუბიექტის მიერ აკრძალული შემოწირულობის მიღება, დეკლარაციის წარუდგენლობა ან ხარვეზის გამოუსწორებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. რეპრესიული ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავალი მიიღო. ცვლილებებით 20,000 ლარით დაჯარიმდება მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც საჯაროდ ისეთ პოლიტიკურ აქტივობას განახორციელებს, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. გამეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ამ იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს. პასუხისმგებლობა განსაზღვრული იქნება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. იურიდიული პირი შესაძლებელია დაისაჯოს ჯარიმით ან და ლიკვიდაციით. სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმით. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს გახარია საქართველოსთვის დეპუტატებმა. ამ კანონის კიდევ ერთხელ შეცვლა და დამძიმება ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ოცნებას აქვს ძალიან დიდი შიში, მათ აღარა აქვთ რესურსი მართონ ქვეყანა ხელების გადაგრეხვის პრინციპის გარეშე, შესაბამისად ის დისკომფორტი, რომელსაც ისინი გრძნობენ განსხვავებული აზრისგან, თავისუფალი აზრისგან ჩვენს ქვეყანაში, ცდილობენ, რომ ყველანაირი ხერხით, თუნდაც აი ესეთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებებით და აი ესეთი საკანონმდებლო ინიციატივებით ჩაახშონ და გააუქმან ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრი, იმიტომ რომ უბრალოდ დისკომფორტს განიცდიან აქედან და მათ ეშინიათ. სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება ხდება კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა. ამ შემთხვევაში დანაშაულის მუხლით გათვალისწინებულ სასჯელს 1 წელი დაემატება. გარდა ამისა, ფულის გათეთრების მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას გამოიწვევს. კოდექსს ემატება ახალი მუხლი
ექსტრემიზმის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ამ მუხლის მიხედვით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ სისტემატურად საჯარო მოწოდება კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ. ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისიან საკუთარი თავის თვითნებურად წარმოჩენა, ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედება თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია კონსტიტუციური წყობილების, კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს, ან ქმნის ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს, იურიდიული პირი ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით დაისჯება. თქვენ თუ თქვენს რეპორტაჟში ას გამოთქვამთ, რომ მგონი ეს ხელისუფლება და ჩვენება რო არალეგიტიმურია, რა თქმა უნდა პასუხს არავინ არ მოგვაქვს. ეს არის საკუთარი აზრის დაფიქსირება. მაგრამ თუ ეს არის მომზადება შემდგომი ნაბიჯებისთვის და არის საფრთხის შემცველი, რომ თქვათ ამას მოყვება შესაბამისი არაკანონიერი ქმედებები, მაშინ დგება ეს საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მრავალჯერ განიმართა, მაინც ახლა ამ თავის ძველ ნარატივს და ტყუილ ნარატივს, რომ ნებისმიერი აზრის ასე გამოხატვა პასუხისმგებლობას გამოიწვევს, არ არის სიმართლე. კანონებში რეპრესიული ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ყაველაშვილი ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს.